ეს დავამსხვრომითებს ჯეტია ხუჩი და მეთი ნომერი პირველი. ავტომობილს თუ ბაქში ვესრუ შეიძლება აფეთქდეს. საკმაოდ საინტერესო მეთია და ვნახოთ აბა ფიზიკა GTA ხუჩი თუ არის. ჩემი ძმა ისინი წავიდნენ, შენ მაინც გამიჩერდი რა. რა ხდება ძმა? ერთ წამს შენ ბაკი საით გაქვს? რა ხდება რა? არაფერი საინტერესო ერთი წამი. ძმა შენ მანქანას ბაკი საერთოდ არ აქვს? გამოშტერება შეიძლება. მოდი ბიჭო, შენ მაინც გექნება ბაკი. მეღადაობით? GTA ხუჩი მანქანის ბენზინის ბაკები საერთოდ არ აქვს და ეს მითი მართალია. ძმა არ შენ გაქვს ბაკი? ისი ბაკი ბაჩონკა? ბაჩონკა არა ის კალისტრა კიდე. არა ძმაო ბაკები არ აქვს თო. ეხლა არ გავგირდე. რატომ ახსოვს რომ GTA ხუჩი მანქანის ბაკი ჰქონდათ? არც ამას არ აქვს. ხადაო ბიჭო? რამე მოუდი მიყენია რომ ავტომობილებს ბაკები გავუქრათ თუ რა ხდება? ერთი წამი აი ეს არის მოდირებული მანქანა რომელიც მოდი მაქვს ჩაგდებული და ბაკი სადაა? ბაკი არ აქვს ბიჭო მანქანებს გავგიჟდებითო? რამე ხო არ მეშლება. აჰა აგერ მეორე დრაგსტერი მანქანა ჩამოვაგდე ესეც მოდირებული. ბაკი არც ამას არ აქვს თო. რატომ ახსოვს რომ GTA ხუჩი მანქანის ბაკი ჰქონდათ? აჰა კიდე ერთი მანქანა ჩამოვაგდოთ. ძლივს. აი ზო მანქანა ბაკით. ნამდვილად იმსახურებს 20000 ლაიქს. ნახოთ. არაფერი. ეს მითი მცდარია, მაგრამ თუ იქნებოდა მითი რომ GTA 5-ის მანქანებს ბაკი არ აქვს, იქ მართალი იქნებოდა. ღამით მთებში შეიძლება რომ უცხო პლანეტელები შეგვხვდნენ და ეჭვმეპარება, იმიტომ რომ ამდენი წელია მე GTA-ს ვთამაშობ და რავი ღამე ტყეში წესით ყოფილი ვარ, მაგრამ არავინ არ შემხვედრია უბრალოდ. აქ ნაგადახტი ფრანკლინ. პარაშუტი გახსენი ძმა? ეგა. აქ რა ნათებს? ერთ წამს შემოკარგო. ოპა, ვახ ჩემი. ძმა უცხო პლანეტელები ხوار შეხვედრიათ? არა ძმა, აქ ერთ-ერთი უცხო პლანეტელი შეხარ. საიდან ჩამოფრინდი? მოკლედ როგორც ჩანს ეს მითი მცდარია, იმიტომ რომ შეუძლებელია ტყეში რომ უცხო პლანეტელები იყვნენ რა. თუ ლოს-სანტოსის სავზე ძალიან სწრაფად ირბენ, პოლიციის ვერტფრენი გამოგეკიდება, რაც წესით მართალი უნდა იყოს. ვახ ჩემი შემეშინდა. არა ძმა. ოპა, ერთი რაკეტა ვიცილე. რა შვებ, ფრანკლ? მეღადავობით. რა გააკეთე ხა ფრანკლინოტო? ცოტა ავარული დაშვება გქონდა, მაგრამ no it's okay. ოკეი, მოვიყვანეთ აგერ ახალი ვერტფრენი და წავედით ხა ძანჩქარავერე კი არ მივდივარ, ეხა მივდივარ 260-ით, მაგრამ დღევანდელი ვიდეოს წამდგენია CS:GO Fast, რომელზეც აქციებია და кейსები რიგდება უფასოდ რენდომ. ამიტომ კომენტარებში იქნება ლინკი აპინული და აუცილებლად გადადეთ გაიარეთ რეგისტრაცია და გამოსცადეთ თქვენი თავი, იქნება ერთი რამე კაი რენდომ кейსი ამოგივარდეთ. ნუ რაღაც უეჭველი ამოგივარდებათ, მაგრამ აი თუ ამოვარდება ეგ არის თავარი. ზაფხული დადგა და CS:GO Fast-ზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფასდაკლება თითქმის ყველა кейსი. ამიტომ ვისაც кейს ოპენინგი გიყვართ და გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. აჰა, ძმაო გავზის ისწრაფეს, მიდი. გაჭიმე. აჰა. 400. მეტი ჩქარა ვერ წავალ ახლა ფიზიკურად და მაინც არ მეკიდება პოლიცია. 500. მეტი რა უქნა ეს ვინ არის? პოლიციის არის? არა. ოპა! მარყუში გავაკეთოთ. მიდი ძმა, მიდი იმენა. ვახ, რა ხდება? გავწნი გონი ხო ლოს-სანტოს ბიჭო რა ჩქარა დაუფრინდა არა ლოს-სანტოში ვართ აგერ. კაი დავეშვათ როგორც ჩანს პოლიცია არ გვეკიდება, მაგრამ რამე კაი ტრიკი გავაკეთოთ. წავიდა ესე ვიდი მაგარი ტრიკი გავაკეთე რა. ეს მითი მცდარია. განმოხტი ძმა? დასკნი დაბათო კი არ მithქოს. GTA 5-ის არხებში ჩდებიან ნიანგები და ქვეწარმავლები, ანუ აქ ახლა ეს არხები რო არის. წესით ნიანგები და რაღაც პატარ-პატარა არსებები უნდა იყვნენ, მაგრამ რავი GTA 5-ს ახლა მეც ამდენი წელია ვთამაშობ და ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არავინ არ შემხვედრია და ახლა დღეს თუ შემხვდება ნიანგი აქ მაინც და მაინც არ ვიცი. ქალბატონო ნიანგი ხوار გინახავთ სადმე? არა არსად უნდა იყოს. გონი GTA 5-ში ნიანგი საერთოდ არ არის. GTA 6-ში მაქვს ნახე ტრეილერში, მაგრამ GTA 5-ში ნიანგი როგორც ესეთი არ შემხვედრია. მაგრამ კაი გავიაროთ ერთი არხი შეიძლება თაგვი იყოს ან რამე მანამდე თან თქვენს დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი და დღეს რაღაც ვერ დავდივარ კარგადო. დავაი ჩავაჭიროთ. ძმა ნიანგი ხوار შეხვედრია? არა ძმაო. კაროჩე, არა წესით ახლა ნიანგი უნდა იყოს. უკაცრავად ნიანგი ხوار შეხვედრიათ? არა ძმა. აი ძმაო გაიხარე. გავიაროთ ერთი აქაც იმიტომ რომ წესით აქ უფრო უნდა იყვნენ, მაგრამ ვირთხა მაინც უნდა იყოს რაღაც თო. არც ვირთხა, არც არაფერი. ნეტა ესეთი სუფთა კანალიზაციის სისტემა ჩვენც გქონდეს აქ საქართველოში, მაგრამ სად არის ძმაო? არა იმენ არაფერი არ არის. არც ვირთხა, არც ნიანგი
არ დინოზავრი, არც გოზილა. მოკლედ რა ეს მერთი მცდარია რა, დღევანდელი მითები ცოტას მატყუებენ რა. ჯეტია ხუთში მატარებლის გაჩერება არ შეუძლია არავის. და ახლა მატარებელი ხლა მოდის, მაგრამ ამაზე მახსენდება ჩემი ერთ-ერთი ვიდეო, ამიტომ ეხლა გაგრძელდება ეგ ვიდეო. მაგას უყურეთ და მაგის მერე იქნება კიდე მითები და დალაიქებად არხის გამოწერა არ დაგავიწყეთ. და იქ უბრალოდ ანუ მატარებელი ესე გავაჩერეთ, ვერ წარმოვიდგენთ რა. შეიძლება ბევრი თქვენ გავს ნახით საუბრთ, მაგრამ გადა. და პირველი მატარებელი მოდის და Land Cruiser მეტი. არა, ვერ გავაჩერეთ. შეაჩერე მოძრაობა, კი ბრძანებს შეაჩერო მოძრაობა, მატარებელი გააჩერე თუ შეიძლება შეაჩერე მოძრაობა. გამძლე მანქანა კი, მაგრამ ვერ შეძლო მგონი ამან მატარებლის გაჩერება. სანამდე შეგვიძლია მანქანა, სანამ არ დაიბრიდება, უნდა გავუყვეთ ამას, იქნებ გაჩერდეს პრობლემა. არა, ვეღარ უხოთ. მატარებელი ვერა, მაგრამ Land Cruiser-ის ცოცხლი შევაჩერეთ. შემდეგი ყავს Lamborghini Huracan-ი, ძალიან კი მეინანება ეს მანქანა დასამტვრევად და მატარებლისთვის გასაწირად კი და სხვა შესაწირად. მაგრამ ნახოთ იქნება ამის დაბალ ცხვირში მატარებელი შევიდეს და აფრინოს ეგრევე წევით და გაჩერდეს. მატარებელო მოვდივარ მოემზადე Huracan-ის რისხვას ვერ გადაურჩები. სად არის მალე მატარებელი და მანახეთ ეგრევე უნდა ავაკაპოტო. და მატარებელიც გამოჩნდა. Huracan-იც გამოჩნდა. არა, ჩქარა უნდა შევასწრე. მიდი. ფუშენ, ვერა. ცხოლი გადმოვარდა. უკაცრავად. ცხოლო. არა და გვეტყოდა ტიპიტო, როგორ შეიძლება მატარებლის გაჩერება. ესეთი რაღაც შეიძლებოდა, ანუ ცხოლის მოკლა ხო არ შეიძლება მატარებელში. მაგრამ შეიძლება რავი აზე არ ვარ. ავაკაპო ტიპი ლაბოიში გავარდა. ღვედები უნდა შეგეკრა. საწყალი Huracan-ი, როგორ შეეწირა მატარებლის გაჩერებას. ამჯერად ჩვენ გვყავს Mercedes Brabus-ი, გამძლე მანქანა. მაგრამ ეს მაინც Brabus-ია, თო ნახე რა ცხვირი აქვს. ეს უეჭველი შეძლებს მატარებლის გაჩერებას. დავაი, ძმა მიდი შენკენა ვართ, Mercedes-ის ფანები შენკენ არიან, მე არ ვარ შენი ფანი. მე პროსტა მოყვარული ვარ. დავაი, თავიდან ჩავთოთ ეს მუსიკა. ეგ არის მატარებელი მოდის. მოდი, ამას უნდა შევასწრეთ. გაჩერა მე ხამ ამჯერად მე განმოვარდი. ანუ წეგან იმ კაცს ვარიგებდი. ღვედი უნდა შეიკრა თქო და ეხლა მე განმოვარდი. არა უშავს ჩვენ მაინც ჩავძლოთ მის გაჩერებას. გავეკიდოთ. კი ბრძანებს შეაჩერო მოძრაობა. არა მე კაი ვიდეო მითე გამოვიდა შეაჩერე ვიდეო. ვიდეო კი არა მოძრაობა. შეჩერდი ძმა შეჩერდი. გაჩერდი. გეხვეწები ჯიგრულა ჩემი ძმა გაჩერდი. ხაშურში ვართ. არა იმენ არ ჭერდება ეს მატარებელი არა და ირად ხო შეგიძლია რომ გაჩერო ეგ უპატრონო მატარებელი და რაიმე კაი ვიდეო გადავახებინო ვერც Brabus-მა ვერ შეძლო მეგობრებო მისი გაჩერება. აი ეხლა ვიცი მატარებელს რაც გააჩერებს. სამხედრო ტექნიკა გამოყავს. და დღევანდელი ვიდეოს სპონსორია CS:GO Fast-ი, რომლის ლინკიც აღწერაშია და თხოვნა რომ ერთხელ მაინც დააკლიკოთ, რათა დაიხმაროთ არხს განვითარებაში, ხოლო ყოველი ახალი მომხმარებელი მიიღებს $100 საჩუქრად მის demo balance-ზე. ყველას გისურვებთ წარმატებებს. და სამხედრო ტექნიკა მზად არის მატარებლის შესაგებებლად. სამხედრო ველოსიპედია თქვენ ეს რამე არ გეგონოთ ესეთი სერიოზულია. დავაი, უნდა ავიწეწოთ. ვა, რაზარი აქ კურდღელო გადა. ვაიმე აი ერთი კურდღილი მიდიოდა და ერთი ბორბალით მაინც ეგ რატო გავიტანე? მე მატარებელი მინდა, მატარებელი მოდის. აწევინე ცხვირი აწევინე. დავაი, ფრანკლინ მიდი. მიდი ფრანკლინ შენკენა ვართ. მატარებელი შენია, გაჩერე. გვაწოება. დავაი მიდი ძმა, დავაი. რამდენი 50 გავაჭიმინე ველოსიპედს. ვერ გავაჩერებ? ვერა, არ ჩერდება ეს შოფელწაღლი არ ჩერდება. შეაჩერე ველოსიპედი როლიან, აი ველოსიპედი რო რელსებში შევუგდოდი დაბლა და მე აყირავდეს არა? აზრი არა, კაროჩე რა. ამჯერად გვირაბის შესასვლელთან დავხდები კატერით. დავაი, მოდი, აი ეხლა მოვიდეს, ეხლა პროსტა რა უნდა, აი აწის აწავა. კატერს ხო ვერ გაწევს არა? აფეთქდება თუ არ და თვითონაც თო. ნახე მოუჭირა 2 საათია ველოდები და არ მოდის. ეხლა ნახეთ მეგობრებო, თქვენ ნახავთ როგორ უნდა გააჩეროთ მატარებელი ჯეტია ხუთში, უყუროთ. ჩებე. რანაირად შექმნა Rockstar-მა ესეთი მატარებელი, რომ ვერავინ ვერ აჩერებს თო. რამე უფრო ძლიერი გვჭირდება. ამას ხო მაინც ვეღარ გაწევს, აი ვერსად, იმენ აი სად უნდა პროსტა რო წავიდეს, რამდენი კატერია, ბევრი კატერია. აი ძმა, ეხლა რას გააკეთებს? დავაი მთაზე ავიდეთ ეხლა მეგობრებო სეირის საყურებლად და აი აეხავს უკვე უეჭველი ძმა, აი ეს თუ გაწია მაშინ ჩეთერი ყოფილა. მოდის პაპა, მოდი კატერებთან, ეხლა გაწიე, მიდი 1 2 და 3 და გაჩერა, ვერ ოი, შინდლერ, სად მიყავს ჩემი კატერები დააბრუნე უკან. რამდენი კატერი გაწია, ბიჭო, რა გააკეთა ტიპა ჩემი, აი 1-20 კატერი რო დავდგათ. საღულ, ბრატ, რა გამწარა. ბომბდამშენები უნდა დაუყენოთ ამას უეჭველი. არა, სახანძრო ძმაი,
სახანძრო ხო იმენა სერიოზული ტიპი არის. ცოტა ბევრი სახანძრო, აი რამდენი იცი, აი საკაიფოდ რო იყოს. მგონი ბევრი სახანძროა, ხო? მოდი ერთი ცოტაზე ვითაც დავალაგოთ აი ესე. აი ესე, აი. დავაი, ეხა სად წახვალ, ბიჭო, ამდენ სახანძრო სად გაეკცევი? პროსტა ნახე, მოდი საგერ, აი. დავაი, ძმა, შეხედე, ეგერ გვირაბის ბოლოს ამდენი რაღაც ხდება. წავიდა, გააჩერა უეჭველი. გააჩერა შეანელა ვითომ? გააჩერა რამდენი სახანძრო გაწია მუ პატრონომ, ჩემი, აე, ბიჭო, გააჭედინა ჯეტიას, რა გააკეთა დედას მიცავა. რა არის ესა? აი ეს რა უნდა დავახვედროთ ახლა ესეთი რომ გაჩერდეს. 3000 ლაიქი უნდა დავახვედროთ ამ მატარებელს ჩვენ წინ რომ გაჩერდეს. ესე რომ დაალაიქეთ აუცილებლად ვიდეო და აი ხა თქვენ რომ ამას დაალაიქეთ უეჭველი გაჩერდება. მიეცეთ ლაიქი ლაქს და დაბლა subscribe-ს დააჭერეთ სადმე იმიტომ რომ 100.000 გამომწერზე ავდივართ მეგობრებო. მოვიფიქრე შეგ გვირაბში გავჭედავ ტანკებით. აი არმიის ტრაილერი მოშნა რა. ვაიმე უკვე მოდის. უი კაი ჯანდაბას იქნება ხალხ გვირაბში ამან გააჩეროს. მიდი. დავაი, გვირაბიდან რანაირად გაწევს? აი რანაირად უნდა გაწევს ახლა მანეს გვირაბიდან. წავიდა, კაი დაეტაკა ჯანდაბას ახლა ესენ რო გაიჭედები. გამოაკ ბიჭო გვირაბიდან ტიპმა გამოხვეთა ყველაფერი. რა არის ესეთი რა ჯანდაბა მოიგონა? გაჭედა? არა, არ გაჭედა. ფუშენი. არმიის ნახე ესეთი ბეტონის ტრაილერი თუ კინის ტრაილერებიც წაიღო. მე გიყვეწები მითხარი რაღაც არის შეიძლება ამ დამპალი ტრაილერის კი არა მატარებლის გაჩერება. ნაგვის მანქანაც მოსულა, მაიცა ბერთი. 1 2 3 4 მოდი ესენი ესე დავალაგოთ. დავიწყოთ ახლა აქიდან. აი ძალიან ბევრი უნდა დავალაგო. აი ვერ წარმოვიდგეთ იმდენი უნდა დავა. აი ესე. წავიდა. წამოდი კიდე. დავაი. გონი ბევრია, ხო? კიდე ბევრი. აუ, უკვე წამოვიდა. უკვე ჩვენი ნაგვის მანქანები წაიღო. დავაი, გააჩერეთ, ბიჭო, ვიღაცამ გააჩერეთ. რა საკეთებს, ბიჭო, გააჩერე. გაჩერდი შენი ამდენმა. სუნმა მაინც არ შეგაწუხა, გააჩერე მატარებელი. ვაიმე დედა. დავაი, აფეთქება მაინც გამოიწვევს გაჩერება. ბიჭო, რა აფეთქება გამოიწვია დეითას პიცა ვარ. ამდენი რაღაცა აფეთქა, ბიჭო და თვითონ არ აფეთქდა. შორა ბოლო. ტანკი, მეგობრებო და ვსვი, აი ტანკს ხო ვერ გადაურჩება. აი ტანკი უეჭველი გააჩერებს. ეგ არის, აგე ტანკი. დავაი, წავიდა. წამოდი ტანკი, წამოდი. ეხა ბიჭო თქვენ ხო, აი ტანკიც თუ გააჩერა, მაგან იმენა მართლა დაჰაკული ყოფილა რა. ტრაილერო. ია და შო მეც ვეღარ ვასპაუნდებთ. ვაიმე რამდენი რაღაცა აქ, ბიჭო, ჯეტი ამარ გამიქრაშოს. მოდის მატარებელი, მოდის. შო, ეხლა უკვე ნახდათ ვიცით რომ ჩვენი ტრაილერი გაჩერდება კი არა მატარებელი. აი ამდენი რაღაც როგორ უნდა გაწიო ხალხ. აი გადავ ამხილა სიმძიმე გაწובה ამხილა ტრაილერს. კი არა მატარებელს. ტრაილერს რა გადავეკიდო? ბიჭო, გააჩერა ვერა. იმენა ტიპი დაუმარცხებელია, ჩემი, ეს ომში უნდა გამოვიყენოთ ეს მატარებელი. არ ჩერდება დეითას პიცა ვარ, ნახე რეები გააკეთა. ტანკებმაც ვერ უნდა გაგაჩეროს ბიჭო, ტანკებმაც. მე უნდა გავაჩერო ეხლა ავალ მაგის თავზე, დავახტები პირდაპირ და ბომბებით ავაფეთქებ ტრაილერს. მატარებელს. აი რატო გადავეკიდე ამ ტრაილერს ბიჭო, დღეს ვინმე მეტყვით? ჯეიმს ბონდი ადგილზეა, ელოდება ტრაილერის გამოვლას, იმედი მაქვს რომ არ ავწდებით. ნახე ამ ხელა სამხედრო ტექნიკა დგას აგერ და ბიჭო ამათ მოვერა აფეთქე, სარდი საკარგად უყურებს აგერ. ბიჭო ეს როლი დააფეთქე რა ხო შეიძლება რა. ხო ხითა რომ არ ჩერდება სხვანაგი რატო? მოდის. ხმა მესმის, ამიკო მოემზადე. ვაიმე, არა. ფუშენი, არ კაპიტან, ჩემთან ახვაზე მაინც გაჩერდი შოუ პატრონო. ადექი ფრანკლინ, ადექი. დროა, შევაფრინდეთ მატარებელს, შევაფრინდეთ. ახტი, ეგ არის. მატარებელზე შემოხტით. რთული მისია იწყება. ტანკი სადამო მიხტა, ტანკი ჩათი შენი. გადახტა. ოპა. ტანკი. ვაიმე, არა, ამ ტანკის გამომაზე ხლა შეუჩერებელი მისია. გაჩქვი. ახტი. შედობით მატარებელო. რაღაც ხმა მესმის, მაგრამ მატარებელს არ დაუსიგნალებია. გონი მატარებელი. დავაი, გადახტი. შემოახტი მატარებელს. ეგ არის ჯეიმს ბონდ. გავიქანეთ მთავარი ვაგონისკენ. ოღონ არ გადავარდეთ. კიდე რამე ტანკი არა მოხდა ისევით ბიჭო, რამეს არ დაიტაკო. პასაჟირ. გააჩერე ბიჭო მატარებელი. ოე. თემ უთხრა და სიტყვიერად გაჭრათ. ხო იცი ზოგთან სიტყვიერი გაჭრის ჭრის. მოვკლა აბა ერთი ჯერ. მატარებელი გააჩერე თორე გესური. არ ჩერდება? არა, ტანკი, ხმა თუ არა. დეკაი მეთქი ხლასებით ამოხდებატო და ჩვენ დავგვირდავს. დავაი, დრო გვაქვს. ბომბები უნდა დაულაგოთ ამ ძრავებში როგორც ვიცი. დავაი, ნახოთ 25 ბომბი გვაქვს. სად ისვრე ბიჭო ამ ბომბებს? სად არის ასროლი ბომბები? დავაი და დამონტაჟე.
მიდი აბა შენიცი ფრანკლინ. საათისური უკანა პრინციპკაზე კი არ უნდა აი აგერ, აი აქ. აი ბიჭო აქ უნდა დაამონტაჟო, აი ესე. აი ესე თურმე წყნარად ესე ბიჭო აი აქ ნახე აქ. ვაიმე, არა. ახტი. საათ ჩამოვარდი ბიჭო, იმენა ზორო გაიჩითა. მოვდი ვარ არა უშავს, მე არ უნდები. დავაი მიდი. წინა მე სხვა შევარტყავთ თავს, არა? ცოტა დაგვრჩა. ეგ არის ძრავებზე არის 25 ბომბი. 25 ბომბი. მეგობრებო, მოიმზადეთ. ეხლა დაიცა ცოტა უკან წავიდეთ, ორი აქ მე არ ვფეთქდე, დაიცა, აქაც ბომბები, აქაც. ახტი ფრანკლინ თორე შენ წაფეთქდები. 1 2 3 გაჩერდა მატარებელი გავაჩერე ჯეტი ახუჩი ბიჭო სოფლიოში რამოდენიმე ადამიანმა შეძლო და ჩვენ მატარებელი გავაჩერეთ არ მჯერა ბიჭო ჯეტი ახუჩი მატარებელი გაჩერდა თო პოლიცია არ მოხვიდეთ პოლიცია არ მინდა პოლიცია აქ პოლიცია არ მოვიდეთ მატარებელი გავაჩერე ბიჭო კიდე ჩემთან მოდი ხართ მატარებელი გავაჩერე რას იცახია ესეთი რაღაცა ვის გაუკეთებია ჯეტი ახუჩი შეაჩერე მატარებელი გაჩერდა ჯეტი ახუჩი თო მეგობრებო აი უეჭველი დასალაიქებელი ვიდეო აი ჯეტი ახუჩი მატარებელი გავაჩერეთ ჩემი აი საღოლ როგორია თურმე გაჩერებული მატარებელი ხა მეორე მატარებელი რო წამოვიდეს ამას დაიტაკება და გაწევს გაჩერდა თო თან წინა ვაგონი აფეთქდა სადაც ბომბები დავალაგეთ ეს ოფლაინშია თუ ონლაინში შეიძლება ესე გაკეთება ის კაცი დაიწვა შეგნით აქ ვერ შევდივარ პროსტა შეგნით ხო არა შეგნით ვეღარ შევდივარ იმენა დაიწვა შეგნით ყველაფერი ცოტა ხანი გამანები ბიჭო შემარგეთ სიხარული რა ადამიანს ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფაზდაკლება თითქმის ყველა кейსზე ამიტომ ვისაც кейს ოპენინგი გიყვართ და გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები შედით ამ საიტზე გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად მაიცა ბიჭო რას დამსხრევ მითებს მე აქ რა მინდა თო ეს სხვა არსი ხო იყიდება მე ბიჭო მე რაკაც იყავია იქაც უბრალოდ აქ სერიალებს არ ვიღებ და ვა ბიჭო სიჯი სხვა ვიდეოებში იქნება აბა რა ხოდა ძმაო მეთი ნომერი პირველი თუ იხლავი ამ ვიდეოს გამოიწერთ არა ეგ არხს გამოიწერთ ხო მეთი ნომერი პირველი თუ ეხლავე დააჭერთ subscribe გლახს და გააქტიურებთ ძალისხილ ლაიქს და მოიწონეთ ამ ვიდეოს ხოლმე მეორე ვიდეო დაიდება ანუ სერიალების გარდა მოკლედ მე და სიჯიმ გადაწყვეტოთ რომ სხვა ვიდეოები ჩემოგთავაზოთ და დავაი დავიწყოთ ჩემის მაგ რას აკეთებ გადიეთ დღეს მაქანა თო კაკრას ჩვენი ნომერ მეორე მითიც ამაზე ანუ პირველი მითი ხო უკვე დავამსხვრიეთ არა სიჯი წინ ბიჭო სომეშლება ხო იცი დავაი რა არის მომდენო მითი თუ მანქანებს შორის ამოდგები და შენს მანქანას დააბუქსავებ ბოლა დაიწყება და ოკეი ვნახოთ მედი რა არ წევს არავინ ბოლას გასტა ძმა საბურავები აი წითელზე გადავიდა თან და აშკარად გონკავობს ხო? დაიწე მაგას მოვკითხო ბებია. ბიჭო გაჩერდი აქ სერიალებს არ ვიღებთ აქ მითების დამსხრევა და რბოლა დაიწყო აშკარად და ეს პირველი მითი მართალია. თან ახი ტიპი რას გონკავობს თო? ბიჭო პირველი მითი იყო გაუნტერებზე. ოკეი ჯანდაბას. თუ ცე 4-ს ბანკომატზე მივამაგრებთ იქიდან ფულები გადმოიყრება. მაიცა ბიჭო აქაც პოლიცია უნდა აგვეკიდოს. აუ სიჭი იმენა ყველა ეპიზოდს უხდება და ოკეი მივამაგროთ და 1 2 3 go. ვახ აბა ფული ბიჭო მართალი კი არ უნდა იყოს აუცილებლად ესე იგი ეს მითი მცდარია ხო და ზმო ჩვენი მანქანა შეიწირა რა კაი ერთი წამი აბა აქეთ მეორე ბანკომატზე ვნახოთ შეიძლება იქ რამემ გაჭედა და ვნახოთ აბა 1 2 3 go არაფერი ფული არ იყრება აქედან მოხეთ პოლიცია თუ საჭმლის და სასმლის მანქანას ვესურით იქიდან საჭმელი გადმოიყრება და თუ სასმლის მანქანას ვესურით სასმელი დაიწყე ხა დაუშვა პულიმიოტი რატო შია ზმაო კაი აბა ერთი წამი დაუშვათ ამას წავაი არა ძმო არაფერი არ იყრება ვერც ვიღებთ ვერა ძმაო ბაგია რაღაცა თორე გატეხილია შუშა როგორ უნდა ვიღებდეთ აბა ერთი ბომბი მივამაგროთ გამოიწი 1 2 3 go კი აი ძმა რაღაცები დაბლა ჩაიყარა თითქოს მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია მაგის აღება ძალიან ცუდი მარა ძმაო ხარასხიანი პროდუქტი ანახი არ ფეთქდება აბა ერთი კოკა-კოლას ვნახოთ ან თუ სპრაიტი რავი რა მნიშვნელობა აქვს რა მოხდა ძმა გაზრა ყველაფერი რა მოხდა აბა ესეც ვნახოთ go არა ამას არა კოკა-კოლა უფრო ხარისხიანია და მომდენო მითიც აქვე უნდა დავამსხვრიოთ რომელიც არის GTA 6-ის მაპი ხატია GTA 5-ის აი ამ პლაჟზე რა ბიჭო GTA 6-ის მაპი ხატია აქ და GTA 6 გონი 2 ანუ წელს უნდა გამოვიდეს და ხალხო არ გამოვიდეს რა GTA 6-ში მე აღარ ვიქნები ეგრე არც ფრანკლინი არ იქნება მაგრამ გამოვიგონები კაც რამეს აბა ერთ წამი აი აქ ესე და
ეს არის GT6-ის mapი? დავიჯერო ეხლა რომ ესეთი ქუჩები შეიძლება იყოს GT6-ში, არ ვიცი. დაწერთ კომენტარებში თქვენი აზრი, ეს ახლა მართალია თუ არა. მაიცაც მაგვა გეიმებენ რაღაცას. მაგრამ რაღაც mapი ხატია ეხლა აშკარა და ეს მითი მართალია. 6-ის არის თუ არა, მაგას ვერ გავიგებთ. მინას შეუძლია დაგიცვას აფეთქებისგან. მაიცაც თუ მახა რა, გაიმსხროა და მოკვდები დაქვე. კაი, მოკლედ აგვაქვს ესეთი შავი მინა. ავიღოთ ჩვენი CO4-ები და დავალაგოთ მაგალითად იქიდან ვერ ხედავ ვერაფერს ხატაობ. მარტო აქედან ჩანს ერთ წამი. მარტო აქედან ჩანს ბიჭო. აი დავალაგო აქ აი ესე. ფრანკლინ ავფეთქდებით. აი ესე აქ მივეყუდოთ და 1 2 3 go. დაგვიჩვატო. ნაღდი ამერიკული მინას მოუსაღო. ეს მითი მართალია და დავაი წავედით ახლა აქედან. მაიცა, ბიჭო ვაწი, სახლის ბაითი გავაკეთოთ რა ჩვენს სერიალებში რა. რავი, შევეცები მაგას და ხო, ეს არხის გამოვიწუროთ აუცილებლად, იმიტომ რომ 100,000 გამომწერზე აქაც ავდივარ, თუ გინდა CGS-თან მსგავსი ვიდეოები, რომელიც სერიალს არ ეხება და სხვა თემებზეა მითების დამწყრობა, მანქანების მოპარვა და ასე შემდეგ, დაწერეთ კომენტარებში. უნდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ დაალაიქოთ და გამოვიწუროთ არხი. თუ პოლიციის წინ დალევყავას, დაგიჭერე. მაიცა, მაგას დაჭერები? აუ, სიჯი რა კაცი ხარ, კაი, აბა დავდგეთ და გამარჯობათ. ყურადღებას არ გვაქცევენ და დავიწყოთ ყავის დალევა. აბა როგორი დღე გაქვთ, გამარჯობათ. ჯერჯერობით ყურადღებას არავინ არ გვაქცევს რა გინდა. არა ძმაო, ეს მერტი სტარია. არ მიჭერთ? ძმაო, თავი რამეს ხო არ მიარყე წადი აქედან. კაი, ძმაო. ჩემს მაგას ცოტა გარეკილია ხოხტებით და განებე თავი არ მიაქცევთ ყურადღება გესასეირნო ნოყოს გამოყვანილი. გიყოს ბიჭო, წავედით რა, ძმაო, არ გვიჭერენ, ეს მითი სტარია. ძმაო, გეუნები, წალიგე. არაფერს არ ვაშავთ, ისა გვიჭერენ, ეგ სერიალებში დაგწმაო, აქ ხო ხედავ, მოვედით და მაინც არ გვიჭერენ. ნეტა ესე იყოს იმ სერიალებში ცხოვრება აწყობილი. და მომდენო მითი, თუ Black Mamba-ს მერჩ შეიძენთ, Black Mamba-ში გაწევრიანდებით. ანუ შეგიძლიათ ეხლა გადახვიდეთ აღწერაში მდებარე ლინკზე. ნახოთ ჩვენი Black Mamba-ს მერჩი. სადაც არის ჰუდი, მაისური, ტელეფონი, ჭიქა, ბარათზე დასაკრავი პაზლი. მაგალითად, თუ გსურთ ჰუდი, ხსნით, ვირჩევთ რომელი მოდელი გვინდათ, მაგალითად Black Mamba Money, ბებოროგურა, Black Mamba. ირჩევთ ზომას, ირჩევთ ფერს, ირჩევთ რაოდენობას, კალათაში დამატებას და შემდეგ მიყვებით ინსტრუქციას. და ასე ვიქცევით, რა თქმა უნდა, ყველა პროდუქცია. ამიტომ გადადეთ აღწერაში მდებარე ლინკზე, შეიძინეთ Black Mamba-ს მერჩი და შემოვერთით Black Mamba-ს. თუ ადამიანს ესვრი იარაღში, რომელიც ხელში უჭირავს, იარაღი მას დაიცავს და არ მოკვდება. მაიცა, ჩემნერკას რატო ესვრი მაინც და მაინც თო? ბიჭო, კაი რა იყო ეს ხო შენ არ ხარ პროსტა დასპაუნებულია რა. არა, ძმაო, არა, შანსი არ არის. აი, გითი როგორ ბების გაზრდილი ბიჭია? შეშო, ბიჭო, ამბები ეს, მოკლედ. ოკეი, დავუმიზნოთ და ვესროლოთ. იცავს თო? მოდი შენი, მოდი აქა. რა ხდი? ეს არა ძმაო, ჩინური სიჯია ესა. მართალი ყოფილა ეგ ძმაო, ხო ეს როლი იარაღში და დაიცვა, ხო? დაიცვა, მაგრამ ორი სიჯი ერთმანეთს არაფერი არ გამიგია. მე ნამდვილი სიჯი, ბიჭო, მოდი აქა. ხო არ ხატავ, სიჯემა დაუხშეს ერთმანეთს. წავედი აქედან ახლა, თორე თუ შემომეტრიალ და ორივე დამერხა. მაიკლის სახლში არის მკვდარი ადამიანის სხეული. აჰა, ბიჭო, მიშინია გვამების თო. კაი, გაჩეთ ერთ წამი მიმოვზებნი მაგას. ანუ ამ სახლში აქ არ იქნება ხუბუნური, აი დალუქული ოთახები, სადაც არის, მან შეიძლება იყოს რამე. ნეტა ეს ჯიმი რას აკეთებს, არ ვიცი. აი აქ არის რაღაც ეჩადე. არა, იაგერ აქ რაღაც ოთახივით ჩანს, მაგრამ არაფერს არ მეჩვენებს საერთოდ. აი, შადრეონის რაღაცა, არაცო არაფერი, მკვდარი ადამიანის სხეული არ არის, აქ ყველაფერი თავის ადგილზეა. ერთ-ერთი რაც არის ამ სახში უცნაური, ესაა, რომ აი ეს fake ფანჯარა, რომელიც აქედან ფანჯარაა და ზევიდან არ არის ფანჯარა, ანუ მაგარი გლიჩი აქვს გაპარული, ან კიდე სპეციალურად გაიპარათ რა ვიდეო, ანუ სპეციალურად არა მოკლედ არაფერი სული არ არის რა. არა და აქედან კი აჩვენებს, რომ იქ ნახე, იქ რაღაც ოთახი არის, მაგრამ მე აღარ აჩვენებს არაფერს, ახლოს რომ მიდიხარ. ეხა ოთახს აჩვენებს და ახლოს რომ მიდიხარ, არაფერი აღარ არის. არა და აქ ღია ფანჯარა, ვსო, შევედით აქ. არაფერი არ არის შიგნით. დაიშვენდეს, მოუ, კაი, წავიდე რა ვარგიდან. ბომბის განეიტრალება შეგვიძლია ჰაერში და მიდი. ადაო. რემ შარლიჯო, ბიჭო, აფეთქება კიდე თქვენი? სიჯი ისე ნუ იზამრო ამ ეპიზოდებში არ გამოგაჩინო და წავიდა. რა ცოტა დამაკლდა. გინდა დაგიხმარო? შანსი არა, მე მარტო უნდა ვქნა. წავიდა. მიდი. ოპა. კაი რა. კიდევ ერთი მიდი. წავიდა. წავიდა. მიდი. კაი რა. დავაი ბოლო ჯერ მიდი. ეს რო ავიღოთ და ამით. მიდი რა. ვაფშე რამას პროსტა რო გავარტყე, განეიტრალდება. ესე კი. კაი. ბოლოს წინა.
ეგ არის ძმაო, ეგ არის გავანეიტრალე. აი ძმაო, იმენა შაშობზე მონადირი ხარ. ეგ არეული ხებზე არის ბიჭო. ხო, ხალხო, დავალაიქოთ ვიდეო. თუ სახანძრო მანქანა ცეცხლს წაუკიდე, მეორე სახანძრო არ მოვა მის დასახმარებლად. რა უცნაურია, რატო? არ ვიცი, აბა დავუცადოთ ახლა მოდი აქ რაღაცები ავოფეთქეთ ახლა დაწესით სახანძრო უნდა მოვიდეს რომ ეს ხანძარი ჩააქროს. მეორე სახანძრო დასახმარებლად კი არ გონის ეს არ მოდიან. კიდე დავამატე მაშინ აქ ცოტა ცეცხლს მიდით, მოდით ქალაქში ცეცხლია, მოდითო. აი მოდიან ეგერთო, აუცადოთ აბა. აი მოდიან ეგერ. სავარაუდოდ ეს მითი თუ მართალ ექნება, ერთ-ერთი ახსნა ის იქნება, რომ აი თუ ტიპი ისეთი გიჟია, რომ ერთი სახანძროს მანქანა ააფეთქა, მეორესაც აგვიფეთქებს და ალბათ მაგიტო არ მოდიან რა. აგერ არის მოვიდა. ო, ჩემოძება, მოდით. დავუშვათ ამას, ეგ არის. ეს ახლა ისე უნდა გადმოვიდნენ. ძმა, გადმოდით. არ გაიქცე, ძმა, არც ეს მოკიდებული მანქანაც ადგარბი ხარ. ეგ არის. ეხლა დავუსვათ მეორე მანქანას. შანსი არა ბიჭო მოვა. ნახოთ აბა რავი აქ ჯერ. აი მოვიდა. თუ ისინი წეღანაც მოდიოდნენ. არა ისინი წეღანაც მოდიოდნენ, თო? კაი, ამასაც წავუკიდებ. მოვდივარ მამას უტა მიცოდე. წადე ძმა ჩააქრე ეგ ის მანქანა და ამას წავუკიდებ ახლა და წესით ახლა აღარ უნდა მოვიდნენ, თორე ეს მითი მცდარი იქნება. დავაი მიდი. და GTA 5-ის სახანძრო სამსახური კარგად მუშაობს ესე იგი. აი ისმის რაღაც სხვა. მოდიან ძმაო, მოდიან. ეს მითი მცდარია. ანუ რასაც უნდა წავუკიდო მეხანძრები მაინც მოდიან. ესე იგი, ვახ, ოდიშკი ხდით. აი მეხანძრები ყოფილან ძმაო ქალაქში. ხელში შეგეძლიათ ყვია გაატარო. მადლობა ძმაო, რომ აქ ჩემი პერსონაჟი არ დასვირა. ერთი წამე ძმაო აქ ეს კაცი დგას, აბა ვნახოთ. 1 2 3 გო. არა ტარებს, აბა აქედან ვნახოთ. ვახ! ანუ ხელში არა და ტოტოში შეგვიძლია. აბა ერთი აქედან ვნახოთ. რატო ეს არატა? ეს არ ატარებს და იმ რატო გაატარა? ამ კაცს ალბათ ბერი არ ქონდა. ოკეი, მაშინ ეს კაცი ვნახოთ აგერ. ბიჭო, არა ეს ატარებს აშკარად თო. მოდი შენი. ენვერი კაცი არ ალბათ ბებია მაკრო ჩამოვარდი. კაი ბიჭო, განნებე გასავით თავის გაჭირვებია. ამ ადგილას არის საიდუმლო გვირაბი. აუ ხალხო ეს ვიდეო რო არ დაალაიქოთ გავგიჟდებით და სად მაბოდიალა ახლა იცით? აი აგერ მოვედით ახლა აქ, მაპზე აქ და ვნახოთ აბა აქ თუ არის გვირაბი და გადაო, ამდენი წელია GTA-ს თამაშობ და ეს ადგილი დღემდე არ ვიცოდი და ესე იგი აქ შეგვიძლია რომ პოლიციას დავიმალოთ, თო, თან იქ მინა ჩავდოთ იქ. ბიჭო, აქ მაგარი რაღაცების დამალო შეგვიძლია ჩვენ სერიალებში. დავაი მერეთო, დავმალოთ. ამიტომ გამოვიწერეთ ეს არხი რომ მომავალი საინტერესო ვიდეოები დაიდოს. ამ ადგილას არის საიდუმლო ადგილი, სადაც შეგვიძლია დავიმალოთ და პოლიცია ვერასდროს ვერ გვიპოვის და ვერასდროს დაგვიჭერენ. ეს ბიჭო იცოდი და ეხლა იზახი ამას? ბიჭო, ეს ვიდეოები სერიალებთან არაფერ შვაში არ არის, ჩათვლე არ ვარსებობ. კაი ხო. მოკლედ აქ ესე ვაყენებთ მანქანას ხიდის ქვეშ. ნუ აუცილებელია ჯიპი უყავდეს. ესე უნდა შემოვხდეთ და აქედან მაგარია. აი მაუს აღო მაგარი ადგილები წოდნია. ერთ წამი გაჩერდე ბიჭო, აქედან ესე გადამოვდივართ და მიდი. კაი რა, კიდევ ერთხელ მიდი. მიდი რა, ადი ბიჭო, ადი. არა შანსი არ არის, როგორც ჩანს ეს მიდი მცდარია. მცდარია ძმაო, მცდარი ამან რო ის იწოდე სერიალებში. არხში დაიმალებოდა იქ იმაში წუმპეში. ისე მართლა მე რო გვიცოდი არხში დავიმალებოდი, მაგრამ მიდი რა ბოლოც და ვარატო. იქნები იქიდან არის, მაგრამ არა იმენა ეს ადგილი იყო მახსოვს და წავიდა. უკანასკნელი შანსი. მაგრამ დაიცადე იქნებ მაქსიმალური ამ მაგრამ ჯიპით უნდა მოვიდი არამე სხვა მანქანით. აი ძმაო, აგერ ამით მოვა. დავაი მიდი. ეს აქ დავაყენოთ. ტანკი მოგიყვანა ძმა, ბარემ გაგებურღა და სულიყავ ისევით. აქ ავხდეთ თუ ამის თავზე აქ ავდივარ ჩაოლებრივად. აქ მიდი. მიდი რა, მიდი. არა ძმაო, შანსი არის, ეს მითი მცდარია. რა გეუნები, დამიჯერე რა. თუ C4-ით შადრევაზე დადგები, აფეთქდები. კამიკაძე ხარ ბიჭო? სადუთ აბა აღარ არის შადრევანი, ვერ მოვასწარით. ძალიან კაი. აი, ეგერაც არის კიდე ერთი შადრევანი. აუ გაჩერა. ამო ბიჭო, აქ ნუტერი ხარ აბა დავდგეთ. ეხლა რომ ახლა ვაფეთქდე გავგიჟდები. არა ძმაო, არაფერი არ მოსის. რო დავაგდო? კაი, ვაფშე არაფერი არ მოსის ნახე. აგარ მითებში თავ რა. ბიჭო, შეიძლება იმენა იმ შადრევანზე არის რა ეს მითი. დავაი, უცბად დავაფეთქოთ, აი ესე. გადმოვიდეთ. მიდი. C4-ის ხელში მიჭირავს და არა ძმაო, არაფერი არა. კი, ძმაო, ყოფილა, ნახე. მარტო ამაზე არის. ბიჟი ხარ ძმოურებში. ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაუძლებათ ძალიან მაგარი ფაზდაკლება თითქმის ყველა кейსზე, ამიტომ ვისაც кейს ოპენინგი გიყვარდა გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენეთ кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად.
შოულობ ძმა? ადი რა გამიცანე. როგორ ჩანს ვერა, რადგან გაბრაზებულია. ხო, დამეხმაროთ. ვაგროვე ფულს YouTube ვიდეოსთვის. გეხვეწებით, საჭულის ფული არ მაქვს. გეხვეწებით 1-2 კაპიკი გაიმეტეთ და $1. გზა ნომერი 2. ფული შოვნა შეგვიძლია გიტარაზე დაკვირვით. ციდან ისმის ანგელოსთა სიმღერა და გალობა. მერე როგორ იყო არ ვიცი. ფული დამიყარეთ. ვოუ, ჩვენი პირველი მსვენელიც. დახმარება მჭირდება. ფული არა მაქვს. ვაუ, რა მაგრად უკრავ ჩემო ძმაო. მიდი, $5 აჰა ჩემგან და შეუბერე. ოპა, $5-იც მივიღეთ გიტარაზე დაკვირვით. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მეტი არავინ არ მოდის რომ ფული მოგცეს. ფული შოვნის მომდენო გზა. ჰოთ-დოგების გაყიდვა. გააქვს ჩემო ძმაო მუშაობა? რავე რა, 1-2 კლიენტი თუ გამოვლის და იყიდის რა ჩემს დოქტორი. ისე მაინც და მაინც ძალიან ვერა. იყიდება ჰოთ-დოგი. ძალიან გემრიელი ჰოთ-დოგები გვაქვს ხომ არ გინდა ჩემო ძმაო? $6. ძალიან კაი გზა მგონი ჯეტია ხუთი ფული საშოვნელად. და აუცილებლად დააჭერეთ წითელ subscribe ღილაკს რომ გამოვიდეს მომდენო ვიდეო. subscribe-ზე დაჭერა ნუ გეზარებათ რა, ავიდეთ 170,000 გამომწერზე. სად არიან სხვა კლიენტები? მომდენო გზა არის მანქანის შუშების წმენდა. გადა ბიჭო, მომწილდი აქედან. გადი, არ გამიწმინდო, არა, ახალი გადაჭრილია. არა, დასრულია მანქანა, აუცილებლად უნდა გავწმინდოთ. 1-2 კაპიკი მომეცი თორე საბურავებსაც აგიბერავ და $8. ჯიგარი ხარ. ჩემო ძმაო, შენც დასრული გაქვს მანქანა? შენც აუცილებლად უნდა გაგიწმინდო, აი კარებებზე რაღაც ნაცხები გაქვს და 1-2 კაპიკი მომეცი გეხოცები. $2. და როგორ ჩანს ეს ფული შოვნის გზაც მუშაობს. და ლაიქეთ აუცილებლად ვიდეო. მომდენო გზა არის იარაღის გაყიდვა. იარაღის გაყიდვით შეგვიძლია ვიშოვოთ ფული. ჰეი, ჩემო ძმაო, ნახე რა ვინჩესტერი მაქვს სულ ახალი. გინდა იაფში? გაუმარჯოს მა, ცოტა ტონკად მელაპარაკე. რა ესე კი არ არის. ეს მოუქროვილი ვინჩესტერი ღირს $2,000. აი, ხარა 2,000-ად იმას უყიდი ბაზუკას. დააგელიცოდა. ჯანდაბას, აი 1500-ად იმენა სასწაული ვაჭრები არიან იარაღით მყიდველები. ოკეი, ბრატი, ჯიგარი ხარ, ოღონ არავისენ არ თქვა რომ ვიყიდე. ესეც ესე, პლუს $2,000 იარაღით ვაჭრობისგან. ტაქსაობით შეგვიძლია ფულის გამომუშავება. აქვე არის ჩვენი პირველი კლიენტიც. დაბრძანდით. აუ, თუ შეიძლება მალე რომ მიმიყვანოთ რა გეხოცებით, რა ძალიან მეჩქარება. გაგიმართლა მეგობარო, მალე მიყვანა ჩვენი სუსტი წერტილია. 100, 120 ლამი შევასკდი და საჯანდაბაში მიდის ეს ადგილას. თუმცა მთავარია რომ ფული შოვნის ერთ-ერთი გზა. თქვენ არ დაგავიწეთ ვიდეოს და ლაიქება. ესეც ესე მომდენო მითი შესრულებულია და მივიღეთ $150. მგონი ტაქსობით ყველაზე მეტი ფული კეთდება ჯეტია ხუთში. ხალხის დაყაჩაღებით შეგვიძლია ვიშოვოთ ფული. ფული კალო, ფული მალე. ფული დააგდე. დააგდე ფული. დააგდე. ფულს რატო არ აგდებს? ვიღაც უფულო შეგვხვდა. დააგდე ფული. აგე? პლუს $16, რაც საკმაოდ კარგია. აი აქ ხო დგას ახლა 4 კაცი. 1, 2, 3 და 4. რამდენი ფული ვიშო? ვერაფერი ვერ ვიშოვეთ. ფული დააგდე. $11. შენც დააგდე ხალო ფული? აგერ კიდე ფული დაუვარდა ვიღაცას გზაში. როგორ შენ საწყალი ხალი მანქანამ გაიტანა და რამდენი $? $19 დააგდო. მადლობა ქალბატონო. ფული მომეცი. მალე. ფული შოვნის კიდევ ერთი გზა არის ნაგავის გადაყრა. მაგალითად, აქ თუ ჩავყრით ქაღალდს, ან პლასტიკს, ან თუნდაც შუშას, მივიღებ კონკრეტულ ფულს. ნაგავი მჭირდება. ოპა, ჩვენი ძმა აგერ ყავას ვავს, ძმა ყავის ჭიქა მჭირდება რა. ვერ მოგცემ გადი აქედან. რას ვერ მომცემ, შემაიმუნო. ფულის მომცა აგერ დაჟე $19. ესე ჩვენი ყავის ჭიქა, რომელიც ძალიან უცნაურად მოგშარვაზე მიმაგრებული, მაგრამ სხვა გზა არ გოგჯეტია ხუთი და ვნახოთ, რამდენ $-ს მოგცემს ნაგვის урна. კაი, ესე საქართველოს რო იყოს ესეთი ურნები, ბევრ ნაგავს გადავყრდით. ჩავაგდოთ და $2. მხოლოდ ყავის ჭიქის გადაყრაში. ანუ თვითონ ყავა ღირს $5 და $2 ამოიღებ რა. იზი. ჩემი ძმა მაკავას რო დალევ, მე იქ ჩაგდე და ფულს შოვი. გადი ბიჭო აქედან. ბიჭო, გაგიხევ მაგთავს და $12-ს მივიღეთ. მომდენო და ყველაზე სასიამოვნო გზა არის სიმიონთან მუშაობა. სიმიონ, ჩვენთვის რამე დავალება გააქვს? Hello, Franklin. დავალება როგორ არა ყოველთვის მაქვს. მოკლედ $20,000 გადაგიხდი თუ მომიყვან ერთ ძალიან მაგარ ბუგატის. ბუგატის მოყვანაში $20,000 მეღადავები? მოკლედ Franklin, კონკურენცია გაიზარდა, ამიტომ ფასი შევამცირე.
თუ გინდა შეასრულე, თუ გინდა არა. ოკეი, სხვა გზა არ გვაქვს. ესეც მაგარი განაგდა როგორც ჩანს და ამასთან მუშაობას აზრი არ აქვს. როგორც სიმეონმა მითხრა, მანქანა მდებარეობს ამ სახლში. საკმაოდ კაი უბანში და ალბათ რამე მდიდრული მანქანაა. ოპა, აქ ვიღაც არის. მოდი შენი, არ მინდოდა შენი მოკლა, მაგრამ სიმეონის დავალების შესრულება მომიწია. კიდე ერთი კაცი, არ ჩამიშვა, ბუდიში ბრატ. ეს რა ჯანდაბა! სიმეონ ეს რას მოპარინე ბიჭო? Mercedes-ის კონცეპტ კარი. ეს ვიდეო ნამდვილად ასალაიქებელია. ნელ-ნელა გავიდეთ. ამაში 20,000 უნდა გადამიხადოს სიმეონმა, ანუ ამანქანის ჩაბარება არ ჯობია სიმეონთან მიყვანას, მაგრამ მერე killer-ს იქირავებს და შეიძლება დამბრიდოს. მოდი ვნახოთ შავი ფერი. არ შავი არა, თეთრი. ან ორენჯი. და მეორე ფერი იყოს ორენჯი. აი ეს უკვე მომწონს. ჩვენი არხის ფერებში ეს მანქანა. აშკარად ეს უფრო მიმზიდველია. ნუ მიმზიდველი არა, ცოტა იუთუბერულია. აი, კაი ბიჭი ხარ. ამისთვის შენ $20,000. როგორ მოგეწონდა ეს მანქანა, ჰა? ესეც $20,000 და მომეწონა სიმეონ კაი მანქანა იყო. მომდენო ფული შოვნის ისა რა უნდა იყოს? მე ვიცი, მანქანების ჩაბარება. ესე ვიპარავთ მანქანას, უბრალოდ ქუჩაში იზი და მე ვიყავს აი ამ ადგილას, სადაც მანქანებს იბარებენ. ნუ ეჭვენ პარება ამ პრივუში ვინმე გადაგვიხადოს, მაგრამ ვცადოთ, ცოტა ფრთხილად, ბაიკერები არიან აქ და აქ უნდა იბარებდნენ მანქანებს როგორც ვიცი. ესე ვაჭერთ ეს და სად არის ჩემი ფული? აქ იქ $8,800 ამ მანქანაში პრივუში? საკმაოდ მომგებიანი ფული შოვნის გზა არის, მინდა გითხრათ ჯეტია ხუთი, ანუ $3,000-იანი მანქანით $8,800 ამოვაგდეთ. კიდევ ერთი ფული შოვნის გზა არის ბანკომატების გაზარცვა. ესე მივდივართ ბანკომატებთან, ოღონდ მანქანით რომ მე გავიქცეთ. ვიყურებით ვინმე ხო არ დგას, დავტეხოთ ბოსტონის ფული არის. ოკეი, ფრანკლინ, მიდი შენი იმედი გვაქვს. შევდივართ კომპიუტერში. რო გადის ფრანკლინი ჩქარე, თქვენ მეგობრებო დაალაიქეთ ვიდეო. ეგ არის. ესეც $7,000 და პოლიცია ჩვენია. პოლიცია რატო არ მეკიდა? როგორ ჩანს ქალაქში ძინავთ და $7,000 ესე პროცესზე მოუტეხეთ. ჩვენიერი. მომდენო გზა არის რბოლები მაზიანზე. ჩემო ძმაო, $50-ზე გინდა შუქნიშნამდე? აი, ახლა შენ მე გადავები, მაგით უნდა დამიდგე მე ბიჭო, ჰა? დავაი დავდი ბრატ. ოხ, ბიჭო რა გაფრინდა, მე მეგონა კარგად ვერ დადიოდა და ფრთხილად არ დავეტაკოთ. ვაიმე. გამასა და შუქნიშანი სად არის? მალე. $50 დავდეთ, თუ $100-ზე აღარს მახსოვს და ესეც ესე. $50 ჩვენია. მაღაზიის ზარცობით შეგიძლიათ იშოვოთ ფული. მალე ფული მეთქი. შუღად ის განახე ფული მომეცი ამან. გაგიხრიტავ შუბს მალე. ეხლა მიზო, არ მესულო, გიხოცები რა, აი ხან შენ ფული აგერა იგე. მალე, აი კი არა და გაგიხრიტე ეხლა შუბი. დროზე, რამდენია? $3,365. მეტი ფული არ ქონდა? მეტი არ ქონდა, გეფიცები, ეს ყველაფერია რას მოკონდა. არ მესრულო, წადი, გიხოცები, შვილები მყავს. დაიგეძე ბიჭო აქიდან, მოხიე. და ესეც მომდენო ფული შოვნისა, სადაც $365 ვიშოვეთ მარტივად. გოგოებო, გააქვთ მუშაობა. ესეც ფული შოვნის მომდენო გზა არის. აბა ფრანკლინი იაფად. ფრანკლინი ვაჭრობს სხეულით. აბა ფრანკლინი იაფად. $240 გადამოგიგდო ვიღაცა. ვაიმე, რა მაგარი კლიენტი გაგიჩიტია, $240 ესე უცბად, ვაუ, მაგარია. დიახ, ძალიან მაგარია და თქვენ მეგობრებო დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი. ზაფხული დადგა და CS:GO ფაზზე რა თქმა უნდა გაულდება ძალიან მაგარი ფაზდაკლება თითქმის ყველა кейსზე, ამიტომ ვისაც кейს ოპენინგი გიყვართ და გინდათ კაუნტერის საუკეთესო სკინები, შედით ამ საიტზე, გახსენით кейსები და მიიღეთ ყველაზე მაგარი სკინები ყველაზე მაგარ ფასად. კოლგი შეგიძლია გაფრინდე. ოკეი, ვცადოთ. 1 2 და 3. არა, კოლგა გაიშალე. კოლგა. სტარია. 1 2 და 3. ოკეი. მითი ნომერი 2. თუ ამ ვიდეოს ავიყვანთ 10,000 ლაიქზე, გამოვა მომდენო მითები. ოკეი, დავალაიქოთ ვიდეო და დავაჭიროთ წითელ subscribe-ს რომ ნახოთ სტარია თუ მართალი. მოლოტოვის სროლა არ შეგიძლია საკუთარ თავზე. ჯერ ვისროლოთ ჰაერში, აი ესე. ძალიან ვისროლოთ, აი ესე. თავიდან ეგ არის გავიკეცით და წესით ეხლა. ვერ ვეწევით, მართლა არ შეგვიძლია მგონი. აბა ესე ვქნათ, ესე აქ გავარტყით და მართლა არ შეგვიძლია, მცდარია. ნუ ესე კი შეგვიძლია, მაგრამ ესე საკუთარ თავზე სულ არ გამოვა. ბოლოჯერ. მიდი, გაიგეცე და არა. კატას აქვს 9 სიცოცხლე. ამ ჯეტია ხუთიც. ოკეი. 1 არა მგონი. არა კი. 2 რას ლაპარაკობ ეხლა რო 9 ჯერ ადგეს 3
ხო არ ყადაო ბიჭო მგონი მართალია. ეს მგონი 4 იყო ხო? 5 მე-6-ს, მგონი მე-6-ზე მოკვდა. 6-ის ცოცხლი ქონია. 9 არა მეგობრებო 6-ის ცოცხლია კატას. მითია ეგ რაღაცა. ლედები იწובה თუ მათ ცეცხლს წავუკიდებთ. იმედი მაქვს ამ პლედის პატრონი არ მიწყენს. თუ მის პლედს მოლოტოვს ვესური. იწვის? თუ არა, აი, მართლა იწვის. მართლა იწვის. ხო არ ყადაო, მართლა დაიწვა. მოდი დაველოდო ცეცხლის შაქრობას. იმედი მაქვს მართლა დაიწვა და მართლა დაიწვატო. ეს მითი მართალია. მოიცადეთ. არ დამწვა რა, აი აგერ დაბლა რაღაცეები ჩანს. მართალი კი არ ამწდარი ყოფილა. ზომბები კვდებიან მხოლოდ თავში სროლით. ოკეი, ჯერ ვესროლოთ კისერში. ფეხში, უი არ კვდება. ამათაც 9 ცოცხლი აქვთ. და ეხლა ვესროლოთ თავში. ეგრევე მოკვდა. როგორ ჩანს, ეს მითიც მართალია. აბა რამდენ ტყვიას გაუძლებს პროსტა თავის გარეშე. ტიპიც ეკოს და არ კვდება ნახე. თავში თუ ესრო ეგრევე კვდება. მართალია ეს მითიტო? თუ მოლოტოვი გიჭირავს ზომბი არ გკბენს და მგონი მართალია. ანუ პროსტა მივდივარ ზომბი უკან მომყვება და არ მკბენს. 1 2 1 2 1 2. ეს მითიც მართალია. შენობებზე ჩანს სხვა შენობების ანარეკლები, ხო და მართალია კი? ზუსტად ჩანს. ამ შენობაზე ჩანს ის შენობა და აქედანაც ის შენობა. შვენიერია, როგორც ჩანს ეს მითიც მართალია. ნუ, რამდენი მითი არ ვიცი, მაგრამ მართალია. GTA 5-ის პერსონაჟებს არ აქვთ ორგანოები, ანუ რას გულისხმობ? ეხლა მე თუ ესე დავათვალიერებ ფრანკლინს, წესით ვერ უნდა ვნახო მისი საყურყვავი მილი. აი მაგალითად twin-ი არ აქვს და დალში რაღაც სიცარიელია შიგნით. რა საზღარი და ჭიანე კბილები გაქვს ფრანკლინ. ნუ მამეთ ფრანკლის რო twin-ი არ ქონდა ეგ ისედაც ვიცოდი, მაგრამ გულიც არ აქვს და საჯდომის კი სარიელი აქვს. ზომბების მოკლა შეგვიძლია თოვლის გუნდითაც, ხო და აი შენ არავერ გავარტყი. მაგრად გუნდაობს, 1 დავარდა, 2 მოკვდი, მეტი არაღი არა მაგ, მოკვდი, აქცევით, მაგრამ არ კვდება. კონი ეს უბრალოდ მითია. თუ თოვში ზომბები გამოგეკიდნენ, ამითის იმეთი არავის არ კონდეთ. არც თავში კარტყმარშველის ამას თუ რა ხდება? რატო არ კვდება? მოკვდა! მართალი ყოფილა. გუნდაობა თუ ისწავლოთ ხეიდან. ტიპი დაიბრიდა ხო არ გადაო. როგორც ჩანს ეს მითიც მართალია. თუ წყალში ისვრი აი ამ ლაზერული რაღაც კოსმოსურს, მკვდარი თევზები ამოცვიდებიან, ხო და დავუშვათ. ჩვენ ჯერჯერობით დრო გვაქვს და ეხლა რო აქ მკვდარი ზვიგენი ამოაგდოს. არაფერის არ ამოაგდო, როგორც ჩანს ეს მითი მცდარია. GTA 5 ბურთებს ვერ გახეთქავ. აი ეს როგორ ვერ უნდა გავხეთქოთ თუ მართალია ეს მითი. ოკეი, ეს გასკდა. მართალია. ეს ვინ მოიფიქრა ეს მითი, როცა მართალია? ეს ბეისბოლის ბურთი, ოკეი, არ სკდება. ეს გასკდა. ეს ფეხბურთის ბურთი არ სკდება. როგორც ჩანს ამ ბურთზე იყო ლაპარაკი. ფეხბურთის ბურთიც არ სკდება. დიდ ბურთებს მე ვიცი რაც უნდა ვუქნა. ვერცამით და ვერცამით. როგორც ჩანს ეს მითი ნაწილობრივ მართალია. თოვლის გუნდებს შეუძლიათ ცეცხლის ჩაქრობა. ჯერ გავაჩინოთ მოდი ცეცხლი, ოღონდ ჩვენ არ დავიწვათ და ავიღოთ თოვლის გუნდა. ოკეი, ჩაქრი. ცეცხლო, ჩაქრი. აკრობს. ჩაქრო. თუ ბოლომდე ვერა. მაგრამ ნაწილობრივ ხო ჩაქროთ, ეს მითიც მართალია. აკრობს. როგორც ჩანს ეს მითიც მართალია. აი ჩაქრო ყველაფერი და თოვლი დარჩა. თუ C4-ზე მანქანით გადაიული აფეთქდები. ნუ წეს უნდა გააქტიურდეს, ხო და დავალაგოთ აი ესე 1 4 ცალი C4 ლამაზად. და ეხლა ამ უმშვენიერეს X6-ით, რომელიც ძალიან მენანება უნდა გადავიარო Z და წავედით 1 2 და what? რა უაზრო მითია? და როგორც ჩანს ეს მითი მცდარია. როცა მართალი უნდა იყოს, რავი, ბომბზე გადადიხარ მანქანით, როგორ არ უნდა აფეთქდეს. ოკეი, დავაჭიროთ G-ს. ფულიანდაგებზე დაალაგებ C4-ს მატარებელი აფეთქდება. აი ზუსტად დაუმიზნოთ, სანამ მატარებელი მოვა. ეხლა რო ესე მატარებელი გავაჩერო, გავგიჟდები. აი აქაც ესე. ლამაზად დავალაგოთ. და ეგ არის, დავალოდოთ მატარებელს, რომელიც იმედი მაქვს რომ მალე მოვა. თქვენ მანამდე დაეჭერეთ subscribe. Nice. სხვა გზაზე მიდიოთ ამატარებელი. ოკეი, თავიდან დავალაგოთ სხვა ლიანდაგებზე. ეგ არის 4 აქეთ და 4-ც აი აქეთ.
მატარებელი ხარ მოდის ჯერ. ეხლა კი დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი 170,000-მდე ცოტა გვაკლია. სად არის მატარებელი? ეხლა ნახეთ პროსტა მატარებელი როგორ გავაჩეროთ. 1 2 და 3 აი რა. ხომ და აფეთქდეს კაკ მინიმუმ გაჭყლიტა C4-ები მატარებელმა. დამცდარია ეს. ფულიან დაგებზე დაწვევი მატარებელი ვერ გაგიტანს, ანუ ქვეშ უნდა გაუძვრე წესით, როგორც ფილმებშია ხოლმე. ბიჭო, სად არის მატარებელი მოვიდეს მალე და მომკლავს თუმბლავ. მოდის და იმედი მაქვს რომ გავძრობი და ისე მოხდება ყველაფერი როგორც ფილმებში. 1 2 და 3 შენი კისერი მოგტიხა მატარებელმა. თუ მანქანას ბენზინის ბაკში ესვრი, ბენზინი დაიქცევა და მანქანას ვეღარ დაკოქავ. აი აგერა გვაქვს გონი ბაკი. 1 2 4 5 6 ეი, ბენზინი მართლა დაისხა ბენზინი. Rockstar Games საღოლ. მართლა მაგარი რაღაცა არის. იმედი მოქვს ახლა დავქოქავთ. წავიდა. დაიქოქა, ცუდია, ძალიან ცუდია, ბენზინს ვასხავ და მანქანა დაიქოქა და დადის. როგორ შანს ბაკი იყო ძალიან სავსე და ვნახოთ როდის დაიძლება ის. რავი, ჯერ ისხმობა ესე დაბლანელნელა, ყვალს კი ვტოვებთ. არა, შენი ცეცხლი მოგვეკიდა. კაი რა. კატებს ეშინიათ ძაღლების. კადით, შეგეშინდეთ ჩემი, რატო არ გეშინიათ ჩემი? ვავ, არ ეშინიათ ჩემი. ცუდი კატები არიან. ან მე ვარ საყვარელი ჰასკი ნამეტანი. ვავ. მანქანების ჩაჯდომა შეუულია ძაღლს. What? ჩაჯდომა კი მარა წასვლა არა. ოკეი. დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი.